სახელითა მამისათა, დაძისათა, დასულისა, წმინდისათა. ბიბლია ყოველ დღე. მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ დღეს ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას წმინდა მამების გამარტებით. ფსალმონი 99 და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. უფალო შესავედრებელ მეყავ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. ბასილი დიდი გამარტავს, ღმერთო, ანუ შენ ხარ ჩვენი თავშესაფარი თაობიდან თაობამდე. მოსე აღიარებს, რომ ღმერთი მარადიული თავშესაფარია, ესე იგი ყველა ხალხისთვის, ყველა თაობისთვის. ასევე წმინდა იოანე ოქროპირის გამარტება, ნახეთ როგორია მეგობრებო, ღმერთის მფარველობა თაობებს გადაეცემა, რაც ესე იგი მის უცვლელ სიყვარულს გვიჩვენებს. მეორე მუხლი. პირველ მთათა დაბადებამდე და შექმნად ქვეყანისა და სოფლისა და საუკუნიდან და უკუნისამდე ხარ შენ. ანუ სანამ მთები და მიწა შეიქმნება, შენ ხარ. ღმერთი მარადიულია, სამყაროს შემქმნელი, რომელიც დროს გარეშე არსებობს და დროს მიღმა, ხო, ასე თქვა. არსებობს ღმერთისთვის ესე იგი წარსული აწყო და მომავალი, იმისთვის ეს ყველაფერი, ეს თქვა და ესე ის ერთად უყურებს, წამში არის მისთვის, ხო? ათანასე ალექსანდრიელის გამარტება აი რას ამბობს, ღმერთის მარადიულობა ჩვენი ცხოვრების მყარი საფუძველია. მესამე მუხლი. ნუ მიაღწევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ მოიქეცით ძენო კაცთანო. ანუ ნუ დაბლებ კაცს, შენი სიტყვა გვიბრძანებს, მოსე ღმერთს თხოვს, ესე თქვა, არ მისცეს ადამიანს სრული ასე თქვა დამცირება. რამე თუ 1000 წელი წინაშე თვალთა შენთა უფალო ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა და ვითარცა სახუმილავი ერთი ღამესა შენა. შეთვის ანუ 1000 წელი, ანუ 1000 წელი ეს თქვა ღმერთისთვის არის ეს ერთი დღე, ხო? ეს ახლა ღმერთისთვის დრო არ არსებობს და ის მარადიულია. ეს მუხლი გვასწავლის, მეგობრებო, რომ ღმერთის ესე თქვა პერსპექტივა დროის მიღმაა და რაც ჩვენს ხანმოკლე ცხოვრებას აზრს ანიჭებს. წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწვანე წარხდეს, განთიად აღყვავდეს და წარხდეს, მწუხრი დაჭნეს, განხმდეს და დაცვივეს. ესე იგი ადამიანის ცხოვრება ბალახს გავს, დილით ყვავის, საღამოს ხმება. ცხოვრების ხანმოკლება ღმერთის მარადიულობასთანა შედარებითაა. კირილი ალექსანდრიელის გამარტება ასეთია. ეს გვახსენებს, რომ ჩვენი ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ ღმერთის ხელშია, ხო? ღმერთის ხელში არაა ყველაფერი. რამე თუ მოვაკლდით ჩვენ რისხვითა შენითა და გულის წყრომითა შენითა შევზრწუნდით. ანუ ბასილი დიდი გამარტავს, რომ შენი რისხვით შევზრწუნდით, ხო, ანუ ღმერთის სამართლიანი რისხვა ცოდვის შედეგია, გესმით? მაგრამ მისი მიზანი თქო გაწმენდა. წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ღმერთის რისხვა სასჯელი კი არა, განსწავლა, რათა სული მოინანიოს. დაასხენ უსჯულოებანი ჩვენი წინაშე შენსა და ცხოვრება იჩვენი ნათელსა პირისა შენისასა. ბასილი დიდი, ნახეთ, ჩვენი ცოდვები შენს თვალწინაა.
ღვთის ნათელი ცხადყოფს ხო ჩვენ სოდვებს და ჩვენ ისე იგი რაც მონანიებისკენ ასე ვთქვათ გვიბიძგებს და მოგვიწოდებს. ღვთის ათანასე ალექსანდრიელი გამარტავს რომ ღმერთის ნათელი გვაჩვენებს ჩვენ სისუსტეებს დროზე რომ და მის წყალობას მიმართოთ. მერვე მუხლი რამე თუ ყოველნი დღენი ჩვენი მოაკლდეს და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩვენ. ანუ ჩვენი დღეები შენი რისხვით მცირდება ცოდვის გამო, ესე იგი ანუ ცოდვის გამო ცხოვრება ხალმოკლეა, მაგრამ ღმერთი ხსნის გზა. წელნი ჩვენი ვითარცა დედა ზარდლი იწურთიდეს დღენი წელიწადთა ჩვენთანი მათთანა 60 წელ, ხოლო უკუე თუ ძლიერებასა შინა 80 წელ და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი რამე თუ მოვიდა ჩვენ ზედა სიმშვიდე და ჩვენ განვისწავლენით. ჩვენი ცხოვრება ომობის ქსელივით ხამოკლეა, ობობის ქსელივით ხამოკლეა, ასე ვთქვათ, ადამიანის ცხოვრება ანუ 70-80 წლის ზემოწლით შემოიფარგლება სავსეა შრომითა და ტანჯვით, მაგრამ ღმერთი გვასწავლის სიბრძნეს. ვინმე ეს არის შეგახსენებთ 99 ფსალმური და ჩვენ ვაგზელებთ მე-10 მუხლიდან. ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისაი და შიშითა შენითა გულის წყრომისა შენისა აღრაცხვაი. ვინ იცის შენი რისხვის სიმძლავრე, ღმერთის სამართლიანობა საშიშია, მაგრამ ის სიბრძნისკენ მოგვიწოდებს. ღმერთის შიში მეგობრებო გვასწავლის რომ ესე იგი რომ მისი ნება სრულყოფილია. მარჯვენა შენი ესრედ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა სიბრძნე შენი. მოიქეც უფალო ვიდრემდის და ნუგეშინის ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა. ესე იგი მობრუნდი ღმერთო და ნუგეშე ჩვენ ხო ეს მონანიებისა და ღვთის წყალობის თხოვნაა. ათანასე ალექსანდრიელი გამარტავს რომ ღმერთის მოქცევა მისი მადლის გამოვლენაა, რომელიც ნუგეს გვაძლევს. აღვიხსენით ჩვენ ცისკარსა წყალობითა შენითა უფალო და ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ. ესე იგი ჩვენი დილა შენი წყალობით გავსე და მადლობა ღმერთს რომ ყოველი დილა ესე იგი ჩვენ ვიღვიძებ და დილა სასწაულია, იმიტომ რომ ესე იგი რომ ვიღვიძებ და ცოცხალი ხარ, დიდება უფალს და ღმერთის მადლი ყოველ დღეს სიხარულს ანიჭებს. გრიგოლ ნოსელი გამარტავს დილის წყალობა ღმერთის ახალი მადლის სიმბოლოა. გესმით ხალხო? აი ამაშია საქმე. ისე ამხელა მადლი არის, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ყოველთვის და უნდა ვიცოდეთ რომ ხალხის რაღაცა იქ სასწაულებს ეძებს, რაღაც იქ სამყაროში და კოსმოსში და სამყარო და სასწაული ჩვენ ცხოვრებაში ყოველდღე ხდება, ხო? როდესაც ადამიანი იღვიძებს და იცოცხალი არის, დიდება უფალს. და დღეთა წილ რომელთა დამამდაბლენ ჩვენ და წელთა რომელთა ვიხილეთ ჩვენ ძვირი. ესე იგი ჩვენ გაჭირვების დღეებში გვაძლევს სიხარულს ხო? და ესე იგი ღმერთის წყალობა მეგობრებო განსასწელსაც სიხარულად აქცევს, ღვთის წყალობა. მე-15 მუხლი რა და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნილთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათა. ესე იგი მოხედე ძე შენს მონებს ხო და მათ შვილებს
და ბოლო მე-16 მუხლით და იყა ნათელი უფლისა ღმრთისა ჩვენისა ჩვენ ზედა და საქმენი ხელთა ჩვენთანი წარმართეს ჩვენ ზედა და ქნული ხელთა ჩვენთაი წარგვიმართე. ესე იგი შენი ნათელი გვიხსენ ჩვენს საქმეებში, ასე თქვათ, მოგმადლე, ხო? ჩვენს და ღმერთის მადლი ჩვენს შრომას წარმართავს, ხო? ღმერთი აი წმინდა იოანე ოქროპირი ასე გამარტავს, რომ ღმერთი ესე თქვათ ნათელი, ანუ ღვთის ნათელი ჩვენს საქმეებს მარადიულ მნიშვნელობას ანიჭებს. ყველა ვინც მისმენდით ღმერთმა დაგლოცოთ, შეგიწიროთ, წაიკითხეთ ფსალმუნები, იკითხეთ ყოველდღე, წააკითხეთ ბავშვებს, სამსახურში ხართ, თუ სახლში ხართ, თუ ტრანსპორტში ხართ, თუ მეტროში, მატარებელში ხართ, სადაც არ უნდა იყოთ, ესე იგი ერთი ფსალმუნი ყოველთვის წაიკითხეთ, იმიტომ რომ უდიდესი მადლია და დაახლოებით რა უნდა ხო 8-10 წუთი უნდა. აბა გაიხარეთ, დიდი მადლობა. Mama ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედი სუფევა შენი ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაწედა პური ჩვენი არსობით სამომეთ ჩვენ დღეს და მომიდევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსასწრებსა არამედ მიხსენ ჩვენ